რეჟიმი გატყუებთ, როცა ამბობს, რომ ახალი რეგულაცია მანქანების რეექსპორტის ბიზნესს არ დაარტყამს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში რეექსპორტზე გამონაკლისი არის დაშვებული, ქართული ოცნების ბოდვითი რეგულაციები ბიზნესს მაინც ძვირი დაუჯდება. დღეს ბაზარზე არსებული კომპანიების უდიდესი ნაწილი ერთდროულად ორ საქმეს აკეთებს. მანქანები ჩამოჰყავს ადგილობრივი ბაზრისთვისაც და უცხო ქვეყნებში რეექსპორტისთვისაც. ამ რეგულაციით მათ ადგილზე მანქანების გაყიდვის შესაძლებლობა უმეტესად ეზღუდებათ. ამასთან რეექსპორტზე დამოკიდებულ ბიზნესებს აქვთ ლეგიტიმური შიში, რომ თუ დღეს იზღუდება იმპორტი, ხვალ ამას მოყვება სრული გამკაცრება და საქართველოს გავლით რეექსპორტი უბრალოდ შეუძლებელი გახდება. ბიზნესს კი ყველაზე მეტად გაურკვევლობა ანგრევს. ამას გარდა ახალი რეგულაცია რეექსპორტით დაკავებულ ადამიანებს უცხოელ მყიდველებთან ფასზე მოლაპარაკებისას უაღრესად წამგებიან პოზიციაში აყენებს. თქვათ, გყავთ რეექსპორტისთვის ნაყიდი 5 წლის დაძველების ავტომობილი. გარე მყიდველს შეუძლია 1 წელი დაელოდოს მანქანის დაძველებას და შესაბამისად მისი საბაზრო ღირებულების დაცემას, რადგან მოვაჭრეები 6 წელზე ძველ მანქანას ადგილობრივ ბაზარზე ვეღარ გაყიდიან. და იძულებულები გახდებიან უცხოელ მყიდველს დაძველებულ პროდუქტზე უფრო იაფ ფასზე მოურიგდნენ. და ეს რეგულაცია ჯაჭვურად შეეხება მთელ ინდუსტრიას. რეექსპორტით ჩამოყვანილ შედარებით ძველ მანქანებს ხშირად ჭირდებათ შეკეთება, შენახვა, გასაყიდად მომზადება. ამაზე მუშაობდა მთელი ჯაჭვი, სერვის ცენტრები, ხელოსნები, ლოჯისტიკა, პარკინგები. თუ რეექსპორტი შემცირდება, ეს ადამიანების დაკარგავენ შემოსავალს. და ეს არ დარჩება ერთი სექტორის პრობლემად. საბოლოოდ მცირე ბიზნესები, რომლებიც რეექსპორტით აკეთებდნენ ფულს, ბაზრიდან გაქრებიან და მათ მსხვილი ავტოსალონები ჩაანაცვლებენ, რომლებიც მთავრობასთან შეთანხმებით შემოიყვანენ მანქანებს და ფულს ხალხის ნაცვლად ივანიშვილის კარტელთან მიიტანენ. საქართველოს მოქალაქეებს კი უფრო დაბალი ხარისხის მანქანებში უფრო მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს. შემოგვიერთდი ფედერალისტებს, რომ ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის კარტელი, რომელიც ჩვენი კეთილდღეობის ხარჯზე მდიდრდება და დავუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს პატიოსანი შრომით ოჯახების რჩენის უფლება.